I'm German homelos, I drink coffee and I know things. 22 ეპიზოდის სიტყვა არის ავერული. დაკვირვების სუბიექტი დაუკვირვებლობის გამო აუცილებლად მოგვეჩვენება ადამიანად, რომელიც ასევე ყურადღების მათხოვარია, თუმცა როგორც ვიგებთ, ასე სულაც არ არის. ავერული ანუ ავადობის მოყვარული, ძალიან ტრაგიკული და შესაბრალი, წარსულისა და აწმყოს მქონე ადამიანია. შეიძლება ითქვას, რომ ავერული დაბადებიდან მოყოლებული გამუდმებით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გასაჭირებს აწყდებოდა. ხან ხიდან ვარდებოდა, ხან საჭმლით იწამლებოდა, ხან ძაღლი კბენდა, ხან ძვალს იტეხდა, ხან თანატოლების ცემდნენ და ასცინდოდნენ, ხან მშობლები ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და სულ მუდმივად სტრესში ამყოფებდნენ. ოცნება ჰქონდა, რომელიც ვერ აიხდინა, საუკეთესო მეგობარმა უღალატა ან მიატოვა. რაღაც მძიმე ფიზიკური ტკივილი გადაიტანა, გული დაუავადდა, დანერვოზდა, ხალხმა ზურგი აქცია. მოკლედ ცხოვრებამ არც ერთი ფიზიკური და სიტყვიერი სილა არ ააცილა მას. და როგორც ყველაფერი, რასაც წლების მანძილზე ვაკეთებთ და მერე ჩვევად იქცევა ხოლმე, ისე იქცა ეს სტრესი და ავადობა ჩვევად. ავერულს შეუყვარდა ავადყოფნა და თუ ავად არაა, კარგად არაა. რასაც ქვია, ეს მის დნმ-ში ჩაიწერა, რომ თუ არაფერი აქვს სანერვიულო და არაფერის ტკივა, ყველანაირად ცდილობს, რომ რაიმე აიტკიოს და სანერვიულო მიზეზი იპოვოს. იმდენად უკვე ვეღარ ეგუება სიმშვიდეს სხეულსა და გონებაში. ავერულები ჩვენს შორის მრავლად არიან, უბრალოდ ასე დაუკვირვებლად ვერ ვამჩნევთ მათ. სამწუხაროდ ამ ამბავში სასაცილო ვერაფერია. ავერულები ძალიან დამძიმებული აურის მქონე ადამიანები არიან და სახლში ყოფნისას მთელ დადებით ენერგიას დევნიან. მათთან თავს უსიამოვნოდ, გამოფიტულად და საშინლად დაძაბულად გრძნობ. კიდევ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი რომ უამბო, უარყოფენ და დაქცინებენ, რა სისულელეა, მე ეგეთი არ ვარო და თუ შველას ეცდები, შეიძლება ლანძღვაზეც კი გადმოვიდნენ. დიახ, შველას, რადგან ავერულობაც ტრამვა და გადახრაა ერთგვარი, უბრალოდ ჯერ ვერ ამჩნევს საჭირო რაოდენობის მასა და რჩება ასე მოუგვარებლად. კურნალობა მის გარემოცვასა და ოჯახის წევრების სატვირთველია. უნდა ვეცადოთ, რომ ავერული რაც შეიძლება ხშირად გავამხიარულოთ, გავაცინოთ, ყვავილები ვაჩუქოთ, ახალი ნივთებით გავახალისოთ, მათი ჩუქებით, მუსიკა მოვასმენინოთ, გავასეირნოთ და მივაჩვიოთ დადებითზე ყურადღების გადატანას, ოღონდ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ის აუცილებლად შეგეწინააღმდეგებათ. მას ხომ სურს, რომ ცუდად იყოს, რა უფლებით ახალისებ, აუცილებლად მოხდება ეს და მზად უნდა იყოთ. რთული საქმეა და სწორედ ამიტომაა უფრო მეტად ახლობლების საქმე, რადგან როცა ვინმე გვიყვარს მართლა, მისი ბედნიერებისთვის შეუძლებელს შევძლებთ.